დილამშვიდობის აქ უნდა დავჭიდე. მართალია ლოკაციის შეცვლა მინდოდა, მაგრამ მე გავასწორებ იყოს ახლა. მაგრამ შემცივდა და ფეჩთან მირჩევნია ჯდომა. წამით. ქარია. დიდი და ძლიერი არა, მაგრამ ცივია. ცივი ქარია. გამარჯობათ ხალხო, გუშინ მელოდებოდით, მაგრამ ვერ მოვედი. ბევრმა თქვენგანმა პირადშიც მომწერეთ, რომ ხომ მშვიდობაა და თან იცოდით, რომ გუშინ ექიმთან მივყავი და სანამ გუშინდელ ამბებს მოგიყვებით, კი მშვიდობა ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ ესა სადღაც რომელი იყო 5-დან 6-მდე მოვედით და აი ამ ადგილას აი რაღაცნაირად მინდოდა რომ წამოწოლიყავი და ამაზე მიყვარს ეს ტახტზე მიყუდებული და პატარა სკავზე აი ფეჩთან ფეჩთან გამათბობელთა ფეხებს დავალაგებ ხოლმე და მე ხო იცი მე ყველანი ოთახში რაღაცა და აღარც ვეღარ ჩავწერე რა და მეთქი ხვალე სანამ სამუშაოზე წავალ მანამდე ჩავწერ. ეხა ეს მინდა ცოტა დავიმაგო. მოიცა? ყველაზე ის არის რა ქვია კიდე რაღაცნაირი შეგრძნება რომ ან ადრე ყავაზე მოვდიოდი ხოლმე თქვენთან. ეხა ვფიქრობთ რომ მოდი მეტი პატარა ჭიქით ყავას დავდგავ მეთქი და დავლევ რა. მაგრამ მივხვდი რომ არ მინდოდა. არ მინდოდა და კაი ისე მოვალ. ნუ დავლევ ნუ რაფერს რა. და ქვემოთ რო ჩავალ, სამსახურში რო ჩავალ, ჩაის დავლევ. ოღონდ კლავი ხوار ჩავიცვა კიდე. ხო და ერთ სიტყვით გუშინ წავედით, აჰო, ჩაწერით ვერ ჩავეწერე. ცოცხალი რიგით წავედი და მაგიტო გადავწყვიტე რომ ადრე წავსულიყავი. სადღაც რომ 10-ზე 11 საათზე იქ ყოფილიყავი, სამუშაო საათები რო დაიწყებოდა იქ ყოფილიყავი, იმიტომ რომ 11-დან რომ ხალხი მოვიდო და არ ვიცი. ნუ მოკლედ ზუსტად 10-ზე ან 11-ის 5 წუთზე ვიყავით ევექსის ვარკეთილის კლინიკაში, ფილიალში თუ როგორ ითქვება, მე, იოანე და ბარბარე. ციოდა სხვათა შორის, აი გუშინ აი ესეთი ეგეთი ამინდია ეხათ რა. ქარი იყო, ცივი. სანამ იქ ვარკეთილში ჩამოვდივარ ხოლმე ხიდთან რა, სადაც ჩვენი მარშრუტკა სანამ სამგორისკენ წავა, იქ ჩამოვდივარ ხოლმე ყოველთვის, ანუ არ მიყვები სამგორში, მე უკან არ გამოვდივარ ვარკეთილში რა. სანამ ის სამგორში მივიდოდა და მე უკან გამოვიდოდი, 9-ჯერ ვიყავი უკვე ვარკეთილის ვიქნებოდი იმაში, ევექსში. ხო და ერთი სიტყვით მივედით, ავიღე რიგის ნომერი 554 ვიყავი. ოღონდ ისა, ჩემმა ექიმმა გამაფრთხილა, რომ ჩაუწერელი თუ იქნებიო ან წინაზე რა, ჩვეულებრივი რიგის ნომერი არ აიღო. აიღეო, ხა ისედაც გეკუთვნისო რა, მაგრამ ეგ ნომერიო სწრაფად მოძრაობს ხოლმეო რა. ჩაუწერელი ორსულები. ხო და ნუ ასე თუ ისე, ანუ ჩაწერილების მერე პრივილეგია ორსულები რა. ჩაუწერელები და მაგას უშვებენ. ანუ მაგის ნომერს ანთებენ. ხო და მე რადგან ერთი კვირა, ანუ მეგონა რომ ხო, ცოტა ადრეც უნდა ჩავწერილიყავი, მაგრამ ვერ ჩავიწერე. კონკრეტულად გუშინდელ დღეს მინდოდა თორე 4 დღეს, ანუ ხვალინდელ დღეს იყო ისინი რა, ადგილები, რომ ჩავეწერო და ერთი წამით ეს მიჭერს ხალხ, ყველაფერი მიჭერს. ხო. ანუ მუცელზე ვარ მომაჭიროს თორე. საყიდელი მაქვს რაღაცეები. ხო და მოკლედ ავიღეს ჩემი ნომერი და აი იმდენად სწრაფად ვიმოძრავე მაინც. 12 საათზე ვიყავით თავისუფლები. თან ვფიქრობდი, რომ ხა მეთქი წინაზე მარტო საათნახევარია, ხოს რიგში ვიყავ. ეხლა სადღაც
7-8 წუთში შეველიე ხოზე. მე ანუ იქ უფრო დიდი ხანი ვიყავი რეგისტრატურაში, სადაც შერიგზელოდნენ, ბევრი ხალხი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. აცრების დღე იყო, ბავშვები ყავდათ და მოკლედ. ხო და ერთ სიტყვით ვერ ვისვენებ. ერთი სიტყვი და ორი გაგებით. ანალიზები გავიკეთე ჯერ. კარგად ამჩხვლიდე სხვათა შორის. ჯერ რო გავიკეთე ანალიზი. აქაც მოქვს და აქ ზემოთ. ზემოთა არ დამილურჯდა საერთოდ ეს ვენა დამილურჯდა. ოღონდ ეს ჩემბრალია მეორეთ მივედი. ჯერ ყველა ანალიზი ანუ იცი როგორ იყო ჩემ ექიმმა მითხრა თიამ რომ ჯერ ყველაფერი ეს ისაქენიო და ბოლოს მოდი ჩემთან რა და ანუ ანალიზები რო გავიკეთე პირველ ჯერზე არ ვუთხარი რა ის ფეხის ამბავზე და ყველაფერი რო შევიტანე ხოიან ყველაფერიანად რო შევიტანე მე ვუთხარი რომ მეთქი ერთ-ერთი პრობლემა რომელიც ძალიან მაწუხებს თქო რა აი სულ არაფერი გავაკეთო მეთქი ეს მარცხენა ფეხზე მგონია რომ სპილო მკიდია მეთქი და აი უბრალოდ მიდამბლავს ანუ ვერ მოძრაობ მტკივა ერთია და რო ვერ მოძრაობ მეორე ხო და აულად წეღანვე რო გეთქო მაგრამ ერთ ჩხლეტითო გაგიკეთებდნენ რომ იმასაც არა უშავ მე ვუთხარი ჩხლეტისა მე არ მეშინია და ასჯერ რო დავიჩხლე რეაქცია ნული მაქვს ნემსზე ავედი ზუსტად ანუ 6 კაბინეტია რა იმაში სადაც ანალიზს იღებენ და ისევ იმაში მოხდა მე ვუთხარი ისევ მე მოვედი მალევე ავტრიალდი ხო და დამჩხვრიტეს მეორეთაც კოაულოგრამა თუ რაღაცა ვერ ვამბობ მაგაზე ხო მაგის პასუხი არ მოსულა მარტო დანარჩენი ყველაფერი მოვიდა და ხო ორ პასუხს ველოდები კიდე რომელიღაცა მაქვს ოდნავ დაბალი წინაზე ნორმა მქონდა ეხლა მაქვს დაბალი მოიცადე ვინმეს გეცოდინებათ ეს რა არის ჯერ ჩემექი ანუ ყველა პასუხს რო გადავუგზავნი მე დამიკავშირდება რა დღის ბოლომდე სად არის დოკუმენტები დილანდელი ესა ხო აი დიდად დაბალი არა მაქვს ნორმა არის 20-დან 40-მდე და მე მაქვს 19 და 3 ეს არის ლიმფოციტები სისხლში ხო და ეგ რას ნიშნავს არ ვიცი ანუ ჯერ რომელი საათი ახლა ვიხوار იმის დილას გავუგზავნე ანუ ეს დილას მოვიდა რა ხო და კიდე ორი პასუხი რომ მოვა მე დამეკონტაქტება ეს მაქვს მარტო ოდნავ აი უმნიშვნელოდ დაბალი დანარჩენი ისევ ყველაფერი ნორმაში რაც შეხება ეხოს ახლა ყველაზე ემოციური მომენტია ხოლმე ეხოზე რო შედიხარ ივანე ხო ისედაც იყო წინაზე და მაგრამ ბარბარესაც ერთი სული ჰქონდა მაგიტო მთელი დელეგაციით ვიყავი წასული და ნინოსაც უნდა დოდო მაგრამ მეთქი ნინო შევპირდი რომ მე 2 წასვლაზე წავიყვან მეთქი და აუცილებლად წავიყვან ნინოს ერთი ის ანუ რო წერს რაღაცა გულისცემა ძალიან მაგრად ისმოდა ანუ აღარ გადამიღე ხა ყოველ იმაზე ხო არ გადავიღებ ძალიან გამოკვეთილად ისმოდა უკვე აი იმ წინაზე ხო იყო გადაბმულად ეს რაღაცა ეხა კარგად ხო მე მევკითხე რომ ისა უიო ძალიან ის არისო ცელქია ვიტყობა ძალიან მოძრაობ და ოღონდ მე ვერ ვგრძნობ ჯერ მოძრაობა სადღაც 2-3 კვირაში ვიგრძნობ უკვე ხო და სქესზე ვკითხე რა მეთქი სქესისთვის პატარაა თქო ჯერ იცი როგორ არისო აი 50-50-ია რა ჩანსო მაგრამო ვერ იტყვირო გოგოაო ვერ იტყვირო ბიჭიაო აი ხო გეტყვი გოგო უფრო მგონიაო მაგრამ შეიძლება ბიჭიც იყოს ა ვერ გეტყვიო რა ამიტომ რომ ტყუილი არც იმედები იყოს ვარც არაფერიო მართლა არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ რაღაცა მგონია რომ ბიჭია მე წინაზეც ხო გითხარით ხა დასამალი რა არის მგონია თორე ვაიმე ნეტა ბიჭი იყოს და გოგო აი არა რა სისულე უბრალოდ ესა არ მიფიქრია გოგოზე
ხო და ნახავთ, გავიგებთ მეორე ეხოზე, ანუ მეორე თვეს მიწევს ერთხელ კიდე და მერე სადღაც ბოლოში რა. ну ბოლოში როგორ სადღაც ალბათ 7-ისა და მერე კიდე ბოლო 2 ღამე მიწევს, ну 3 ამ ერთიანად. ხო. ანუ იმ ზუსტად იმ აი ეს რაც ფურცელი მომცა რაც მეკუთვნის, იმაზე მეტი არ ამჭირდება. ხო და მერე ყველა ვარიანტში გამოჩნდებაო რა და აი დაველოდოთ ერთი თვეც კიდე. ისე მალე გავავერც გავიგებ. დღევანდელი დღის ჩათვლით ზუსტად ვარ 13 კვირის. ანუ თავისუფლად შევიძლია ვთქვა, რომ მესამე თვე დავყურე რა, ეგრე გამოდის. ეხა იქედა რომ წამოვიდე. ხო, 10 საათზე შესული, 12 საათზე ვიყავი გარეთ, ჩაუწერელი. შვენივრად ვიმოძრავე. არამის მერე ჩავეწერები, ონლაინ ჩაწერაც მივხვდი როგორ არის. არ ვიცოდი აქამდე. ხო, არის რეკება ხალხ, აი ეს ნომერი 0332 რაღაცა რო არის, ვერაფრით ვერ დავრეკე. რამე უნდა ჩავამატო წინ. ანუ ევექს ხო აქ თავისი ოფიციალური ნომერი ვერ დავრეკე. ხო და მე ონლაინ ვცადე და ანუ ძალიან ადვილია ონლაინ ჩაწერა და მე ჩავეწერები ონლაინ. თუ არ დამოვიწყდა. მე მგონი 5 მარტი არის კონსულტაციის დღე თუ არ ვწდები, არ მახსოვს. ну თვის დასაწყისია რა, თვის პირველი კვირა სავარაუდოდ. ხო. გამოვედით იქიდან. წავედით აზიურებზე. მე არ დამოგვიანდეს. სადაც ვყიდულობ ხოლმე, სადაც ვიცი ის ქალი სადაც არის და რაღაცა მიველი დაკეტილია, სხვა შორის მეორეთ არის უკვე დაკეტილი, რაც დამჭირდა და მივედი და არ ვიცი როდის ხომ მუშაობს ეგ ქალი. დავურეკე, რა ქვია, აღარც მახსოვს, მაგრამ დავურეკე. და ისაო, არა ვარ გავაღებ დღეს, ოტყიჭანი დაგეწოს ქალოჟე და რატო არ გააღებ? მე ერთი გარეთ არის კიდე რა და სადაც ნინოს ბარბარეს ნაწნავები ვიყიდე მაშინ და არავ არ მაქვს რაღაცები ჰქონდა ცეკვისა, მაგრამ თლათ აი ისენი არა და ესა აი მაგის იქით მართლა არ ვიცი, დიდუბეში არ მინდოდა წასვლა, აი თელის არ მინდოდა რა იმ სიშორეზე წასვლა და კითხე ამ ქალს რომ მეთქი აი აქ სადმე ტერიტორიაზე თქვენ უფრო გეცოდინებათ ვიყიდი აზიურები მინდა თქო რა. კიო, აი ამ ჩაყოლებაზე ჩადიო. ერთი კაცით გაექვეო და ყველაფერი აქო და არ არსებობს რომ არ ვიცოდი ეგ კაცი აქამდე ამის მერე იმ ქალთან საერთოდ აღარ მივერხო რაც მიდოს უდაკეტილი ხდება და საკმაოდ მისაღებ ფასში ახლა იქ დიდუბეში გადი დიდუბეში გავდიოდი და ვაძლევდი 65 ლარს ბევრჯერ 60-ად მოუცია რო ვთქვია რომ მარტოფიდან ხართ და რაღაცა ანუ იცნობს ჩვენი ცეკვის მასწავლებლებს და რაღაცა და გვიკლებს ხოლმე და ეხა მივეცი 75 ლარი, ანუ 10 ლარი ძვირი, მაგრამ 10 ლარი ნამდვილად და 15-იც მიღიდა იქ გასვლაზე. არ იყო ძვირი. იგივე შეკერილი, იგივე მასალა, დაბლა ტყავი, ზედა რაღაცა შემცვლელი დერმატინის. რითიც იქ დიდუბეში კერავენ იგივე. მზა აქვთ რა, მოასინჯა ფეხზე და ძალიან კარგად გქონდათ, მოკლედ საგულის დავიდე რომ ესენი ვიყიდე და წამოვედი. ეხლა იქ გქონდა კიდე ლაშამ გამატანა თავის საათები 2 საათი აქვს ისე ჩემით რატო ვერ წავიღე 2 საათი აქვს და ელემენტები შეცვლა უნდოდა იქვე მეტროსთან შევაცვლევინეც ელემენტი და ეხლა всё მოვჭით სახში უნდა წამოსულიყავით ალბათ პირველიც არ იყო რა ნუ პირველი იონე მითხრა რომ ამიდიც როგორ იყო ქარივით იყო ისე ციცივი აღარ აქონდა ვაიმე დროზე სადმე შეგიფარებინა თავი აღარ იყო. ხო და ივანე მითხრა, მეზარება არა. მოდი რა სადმე გავიაროთ. და ჯერავ სახში არ წავიდეთ. და მე ხო გითხარით რომ გეგმაში მაქონდა მეთქი, მაგრამ რო ციოდა და რაღაცა მეთქი ხა ესეც ეინობას რა შეინობა ქვე, მაგრამ აღარ ციოდა. ხო და ეს რო თქვა, ანუ მე საერთოდ ამოვარდნილი მქონდა თავიდან ეს მომენტი, რომ მეთქი ეხლა всё საათი გავაკეთე, წავედი სახში. ხო და კაი მეთქი, წამორუსთაველზე გავიდეთ და გავედით, წავედით რუსთაველზე. ამოვედით რუსთაველზე. ჩავისეირნეთ რუსთაველზე, ნელა და ჭორაობით მე იონე და ბარბარე.
დავათვალიერეთ, ვიცინეთ რაღაცებზე. არა, ის დამავიწყო, სანამ რუსთაველზე გავიდოდი, ჯერ შეურმები ვიჭამეთ. ვარ კეთილი. მაგრად მშიოდა, უზმოზე ვიყავ, ყველანი უზმოზე ვიყავით წასული. ხო და ეგ გეგმაში ისედაც მქონდა ქარი კი არა, დანგრეული ყველაფერი, ხო და წავედით რა, ეს რუსთაველზე რომ გავიარეთ რაღაცა და მივხვდი რომ ლიმიტი ამოვწურე ფეხის სიარულისა, იმიტომ რომ ფეხი ამტკივდა. თან აი კარგად ისეთი ვფიქრობდი რომ აი რომელიმე ადგილი აი სადაც ის იყო ახალგაზრდულის როა თავისუფლებასთან მოკლედ ახლოვე რა ქვია ეხა დამავიწყდა ღმერთო ჩემ სკამი იყო და იქ დავჯექი ცოტა ხანი მერე გეგმაში რა თქმა უნდა თოლიას ნაყიდის ჭამა მქონდა ყველა ვარიანტში ბავშვებს ვთქვა გინდათ მეთქით ნაყიდი და ივამ რავი არაო და კაი მევთხარ თქვენ დამელოდეთ მე შევჭამ მეთქი და გავიხე და მომდევდით ხო და სხვათა შორის 4 და 50 ღირდა ის დიდი ნაყინი. კაი ბლომად ან დიდი ვაფლი და დიდი ბევრი ნაყინი. ეგეთი რაღაცა ის პოინტში რო იყიდო 15 ლარი მაინც. ოღონდ მართლა. ძალიან გემრიელი ნაყინი რა თქმა უნდა. გამოვედით ისევ იქ აი ხებს რო გარშემო სკამებია ხო იცით დავსხედით თავისუფლებაზე. ალბათ 1-20 წუთი 25 წუთი კიდე იქ ვიყავით. გემრიელად მივირთვით და წამოვედით სახლში. ანუ საავადმყოფოში 2 საათი ვიყავით და იქ ვიყავით 5 საათი. ალაგ-ალაგ. ძალიან კაი დღე იყო. მართლა კარგი და ის სხვა სიტუაციაში რომ ხარ შვილებთან ერთად რა მაგალითად არ მოდიხარ და არეუბნები ეს რატო არ არის გაკეთებული ან ისწავლე ანუ რაც ძირითადი ის არის ხო იცით და ის სხვა სიტუაციაში რაღაცაზე ხარაზე ვიცინეთ ხარაზე ვიჭურავთ ხან ვინ რაღაცა გავჭორეთ რაღაცა და ანუ სხვა სიტუაციაში შვილებთან ყოფნა აუცილებელია რა ოღონდ თავს რაღაცაერად გძნობდი რომ ნინო არ იყო იქ მაგრამ ნინოს შევპირდი რომ ნინოს არ მithქვია იქ ვიყავით აქ ვიყავით რაღაცა არ მithქვია მაგრამ მარტში უკვე უფრო კაი ამინდი იქნება, ისე დღეს წავალ, რომ უფრო კაი ამინდი იყოს და ნინოსაც გავასეირნებ და გამოვასეირნებ არანაკლებად. არ ვიცი კიდე ვინ გამომყვება, სავარაუდოდ ივანე კიდე წამოა არ მიშვებს ხოლმე მარტო, კაი, უნდა რომ სულ იქ იყოს. ხო და ყველა ვარიანტში ნინო წამოვა და კიდე ვინ წამოვა არ ვიცი. ასე რომ ის გუში რო შეგრძნება მქონდა ნინოს არ ყოფნის აუნაზღაურებ მე ყველა ვარიანტში. იცი რა არის თავს ვიკავებდი ამათ დაჟება უბრალოდ ბარბარეს რო დაჟე არ მიყვარს ეს. აზიურებიც რო არ მქონოდა საყიდელი არ წამოვიყვანდი ბარბარეს. და მიზეზი იყო ის რომ არ მინდოდა საავადმყოფოში იმდენი ხანი, იმდენ ვირუსიან და იმდენ ესეთ რავი ზოგს რა რომ რაღაცა ის ექნა რა ანუ რამე არ შეხვდეთ მე. ხო და მაგის გამო წამოვიდა ბარბარეც თორე არც ბარბარე არ წამოვიდა. ხო და ეხლა წავიყვან ნინოს 5 მარტი ვნახოთ რა დღეა. მარტი კალენდარი. დღეს უკვე 10-ია ხალხო ღმერთოჩი. 5 არის 5 შაბათი. კარგად გავასეირნებ ნინოს. კი არა რა თუ შევძელი დიანა ეცამ ამანათი გუშინ თემუს ამანათი მოუვიდა და ჩემისა სხვისი იყო ავიღე მე რა ხა წაიხეს ხო ჩემი ამანათიც მოვიდა გუშინ თემუსი ოღონდ ამბოქსინგი არ გამიკეთებია ამბოქსინგი იმიტომ ჩემი არაფერი არ იყო ერთი რაღაცა იყო ჩემი ხო ისა აი ეს გამოვიწერე მაგრამ მივხვდი რომ ამაზე ვერ დავალაგებ ის არის ტელევიზორზე დასადები შნურებით და ყველაფრით ეს Wi-Fi-ს და რაღაცა მოკლედ ანუ ვერ ვქენთ რა თან ვითომ დიდი გამოვიწერე მაგრამ აშკარად პატარა არის ხო და რავი რამეზე სხვაზე გამოვიყენებთ
და გამოიყო კიდე ისა ნიჟარაში მისაკრობია რომ ბუბკა დადო ხოლმე რა ესეთი უჟანგავი აი ესეთი ვერცხლისფერი რო არის ეგეთი რაღაცა რომ ბუბკაში სუში თარეკდოს და იყოს გვერდზე ლამაზად ჩატებული და მივაკარი გუშინ რავი დღეს კარგად კიდია და ეხლა რო ჩავუნა ჭურჭელიც დავრეცხო მზეს უნდა გამოსვა ეხლა თვალებში მიყურებს ღრუბლების ქვემოდან მაგრამ არ უნდა არ უშვებს ძალიან ცივა ხარ ხნო ის უკლებ ყველა ვარიანტში უნდა ჩავიცვა ეხლა სანამ წავალ რომელია 9:30 საათი მაგ ქათმები არ გამომიშვია ერთი და ქათმებს გამოუშვებ უნდა ვაჭამო სხვა ყველაფერს ვაჭამე ჭურჭელი მაგ დასალეცხი და ვფიქრობ რომ ტვერსასრუტით ამასავია ფუი საწოლი სასალაგებელი გოგო ხო და წავედი ეხლა ხალხი სამსახურში ორი ტორტი ყველა ვარიანტში ვიცი რომ აქვს 3 საათამდე გასაკეთებელი და სავარაუდოდ კიდევაც დაემატებოდა წავედი გუში რომ მოვედი საჭმელი არ გამიკეთებია არ მაგ გასაკეთებელი იმიტომ რომ გუში ლაშამ გააკეთა ყაურმა ასე რომ ეხლა ჩავისხავ მაგ ყაურმას და წავიღებ სამსახურში და იქ შევჭამ დიდათ არ მეყვარს სხვათა შორის რა შეიძლება არ ჭამ მაგრამ წავიღებ შეჭამე გოგოები და ის გააკეთა კიდე შილა მაგრამ ცხრის ხორცი დიდათ არ მეყვარს თან გაკეთებული ქონით ცხრისა მიყვარს აი იმას ვაკეთებ ხო ჩაკაფულს ოჰო მაგის წვენს მაგარი ოღონდ აი ერთჯერადაც რო შეჭამ მერე არა აი ცხარი არ არის ჩემი ერთი სიტყვი და ორი გაგებით ესეა ხალხნო საქმე გუშინ მაგიტო არ ვიყავი რომ მოვიარეთ მთელი თბილისი და კარგად გავერთეთ კაი დღე იყო წაველი ახლა თქვენცით კაი დღე ყველას დღეს როგორ მოვახერხებ მეორე ვიდეოს არ ვიცი ან რომელ საათამდე ვიქნებ ისიც არ ვიცი ასე რომ აბაჰე და აბაჰო ეს თვეც რა 10 არის უცბად გავა და ის მეორე თვეც მარტიც უცბად ამომეწურება მოკლედ სამსახურის დღეებიც ამომეწურება და მე ოფიციალურად სახში ვიქნები ისა მუქთამჭამელა და ნენელა რასაც ვერ ვასწრებდი ხოლმე და რაღაცა ნენელა ყველაფრის მოწესრიგება შევუდგები იცი რა მახსენდება ხოლმე აი მახსოვსო 12 საათამდე აღარაფერი მქონდა ხოლმე გასაკეთებელი და ეხა 12 საათი მაგრამ ეს იკუდილება ხოლმე ზოგადად ადგომა ხან ხო და ვფიქრობ რომ სახში რო ვიქნები როგორც მაშინდელივით მოვასწრებ ყველაფერს მექნება დღეს იმას გავაკეთებ ხვალ იმას გავაკეთებ გასაქცევი და ვაიმე ჩქარა რომ აგვიანდება და რაღაც აღარ მექნება ასე რომ ნენელა მივხედავ ყველაფერს რა წაველი ხალხო აბა თქვენცით ბედნიერი დღე ყველას კარგად